სოფლიოს 70-ზე მეტი პოლიტიკური ლიდერი, მათ შორის მთავრობის მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები. მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთში გაეროს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სევილიაში გამართულ ღონისძიებაზე გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობას განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. გაეროს კონფერენციას ესწრება ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი. სალომე, უფრო დეტალურად რაზე გაამახვილა ყურადღება მინისტრმა და როგორია გზავნილები? მაშინ როდესაც სევილიას ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი სტუმრობს, მათ შორის სახელმწიფო მეთაურები და განსაკუთრებით მრავლად არიან წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრები, გაეროს მაღალი რანგის კონფერენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, იქნება კარგი საშუალება ორმხრივი შეხვედრების წარმოებისთვის და როგორც სხვა გამოშვებებშიც ყვებოდით, დღეს ამ თვალსაზრისითაც საკმაოდ დატვირთული იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რომელსაც დღის მეორე ნახევარში ჰქონდა რამოდენიმე შეხვედრა, თუმცა მათგან ალბათ უნდა გამოვარჩიოთ შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე სინგაპურელ კოლეგასთან. რაც შეეხება გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან გამართულ შეხვედრას, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, საქართველოს და ამ ორგანიზაციის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბარი, მეტ პერსპექტივაზე და ამავდროულად ცნობილი ხდება ისიც, რომ მომავალ წელს უკვე ერთ-ერთ მაღალი რანგის კონფერენციას, გაეროს მაღალი რანგის კონფერენციას, სწორედ საქართველოს უმასპინძლებს. რაც შეეხება უკვე დღის განმავლობაში არა ორმხრივ შეხვედრებს, არამედ მთავარ მოვლენას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გენერალური დებატების ფორმატში წარსდგა სიტყვით აქ შეკრებილი სტუმრების წინაშე. საკმაოდ მოკლე, მაგრამ კონკრეტულ სიტყვაში მნიშვნელოვანი აქცენტები მოვისმინეთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რა განვითარება აქვს საქართველოს, მაშინ როდესაც საუბარია განსაკუთრებით ეკონომიკურ მიმართულებებზე. ამ შემთხვევაში ჩვენ სიტყვაში მოვისმინეთ ისიც, რომ გასული წელი საქართველოს მორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა. წლევანდელ წელს კი ეს მაჩვენებელი 9.7%-ში ადგენს, რაც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ შეძლო საქართველოს გამკლავებოდა სირთულეებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ისეთი როგორიც არის განგრძობადი რუსული ოკუპაცია და უსაფრთხოების გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას საქართველოს ამ წლების განმავლობაში. დღესდღეობით მსოფლიო ფინანსური არქიტექტურა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პანდემიის გახანგრძლივებული გავლენა, მიმდინარე კონფლიქტები, მზარდი უთანასწორობა, ჰუმანიტარული კრიზისები, სასურსათო უსაფრთხოების არარსებობა და კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აფერხებს 2030 წლის დღის წესრიგის შესრულებას. ძვირფასო კოლეგებო, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გამოავლინა დიდი სიმტკიცე, გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური დისციპლინის წყალობით ჩვენ შევინარჩუნეთ ეკონომიკის სტაბილურობა და სიჯანსაღე. აღნიშნული შედეგად შესაძლებელი გახდა გარე შოკების დაძლევა და შთამბეჭდავი პროგრესის მიღწევა. 2021 წელს დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ხოლო გასული 4 წლის განმავლობაში საშუალოდ 9.7%-იანი ზრდა. საქართველომ ეს წინსვლა შეძლო, მიუხედავად უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევებისა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა. საქართველოს მტკიცად უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და რეგიონალური სტაბილურობის ხელშეწყობას. მდგრადი განვითარების დაფინანსებისათვის ასე ჰქვია გაეროს მაღალი რანგის ფორუმს, რომელზეც როგორც გეკითხარით, ძალიან ბევრი სტუმარი ყავს, აქ შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, სხვა მიმართულების მინისტრები საუბრობენ, მსჯელობენ და ამ ტრიბუნას იყენებენ იმაზე სასაუბროდ, როგორ მოახერხეს მათმა ქვეყნებმა სირთულეებთან გამკლავება, რომელიც პრინციპში განსაკუთრებით გამოიკვეთა 2020 წელს პანდემიის პერიოდში, შემდგომ კი უკვე გაჩნდა დამატებით ახალი გამოწვევები და საფრთხეები, როგორიც არის ომები, მზარდი კონფლიქტები, თუ სხვა მიმართულების გამოწვევები. სწორედ ამ თვალსაზრისით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, როდესაც ეს გენერალურ დებატებში მონაწილეობდა, ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და პარამეტრებს და ისაუბრა იმ საერთაშორისო
მაჩვენებლებზე, იმ საერთაშორისო რეიტინგებზე, რომლებშიც საქართველოს აქვს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მნიშვნელოვანი და მყარი პოზიციები, რაც არის იმის მანიშნებელი და იმის დასტური, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენმა ქვეყანამ კარგად გაართვა თავი ასეთ გამოწვევებს და ახლა მზად არის, რომ საკუთარი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ფართომასშტაბიან ხასიათს ატარებს და მიღწეული შედეგები განპირობებულია ვაჭრობის, მშენებლობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და მომსახურების სფეროებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებით. სწრაფი აღდგენის ტენდენციები ფიქსირდება ტურიზმის სექტორშიც. 2024 წელს მიღებულმა შემოსავალმა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 35%-ით გადააჭარბა და ზრდა 2025 წელსაც გრძელდება. მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივის უზრუნველსაყოფად ჩვენი პრიორიტეტია საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირება და განახლებად ენერგიაზე, ციფრულ ტრანსფორმაციასა და დაკავშირებადობაზე ყურადღების კონცენტრირება. საქართველო გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროგრესით და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რასაც მისი სტაბილური სამართლებრივი სისტემა და ბიზნეს გარემო განაპირობებს. სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის მიერ ჩატარებული ღია ბიუჯეტის 2023 წლის კვლევის თანახმად. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 35 ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 7 წევრ სახელმწიფოს Heritage Foundation-ის მონაცემების შესაბამისად. მსოფლიო ბანკის 2024 წლის რეიტინგში ბიზნესისთვის მზაობა საქართველო 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია. ბოლო წლებში ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენ გამოცდილებას განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს, განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, საგადასახადო და საბაჟო სისტემების გაუმჯობესების სფეროში. საქართველო მზად არის შეასრულოს თავისი როლი და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ფინანსურმა სისტემებმა უზრუნველყონ არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ინკლუზიური და მდგრადი განვითარება ყველასთვის. ამ წუთებში გენერალური დებატების ფარგლებში გამოსვლები გრძელდება. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა თუ მეთაურების პოზიციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან გამოწვევებს მათი ქვეყნები, როგორი არის მათი პროგრესი, რატომ არის მათი ქვეყნების საინტერესო საინვესტიციო და ასევე რა გამოწვევები არსებობს მსოფლიოში. უნდა ითქვას, რომ ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი არის სწორედ ის, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა, გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა მოახერხონ მდგრადი განვითარების გზაზე სვლა და უკლებრივ ყველა სახელმწიფოში ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული და თანასწორი ცხოვრების უფლებები. მადლობა გაეროს საერთაშორისო კონფერენციიდან სალომე ქოქიაშვილის საუბრობდა.